ამ თემებში პარლამენტში დებატები მიმდინარეობს. სესია უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების გამოსვლები დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიცია მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. უმცირესობაში აცხადებენ, რომ მთავრობამ ვერ განახორციელა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ამიტომაც საჭიროა მთავრობა გადადგეს. უმრავლესობის განცხადებით, ეკონომიკური გუნდის მუშაობა შედეგებით უნდა შეფასდეს და არა ოპოზიციის მიერ პოპულარობისთვის მოკლებადიანი საკითხების წამოწევით. უმრავლესობა უმთავრეს შედეგად ქვეყნის ბიუჯეტისა და საგადასახადო შემოსავლების ზრდას ასახელებს. იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა გამოვასწოროთ, პენსიონერთა მდგომარეობა გამოვასწოროთ, ჯანდაცვის პროექტები დაფინანსდეს, პატიმრები გავათავისუფლოთ და პრობაციონერები მთლიანად გავათავისუფლოთ, მოგიწოდეთ, უნდა დადგეს ამ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი. მთავრობას არ აქვს უნარი ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან, მთავრობას არ აქვს გეგმა. სწორედ თქვენი ფსევდოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისა და არაკომპეტენტურობის შედეგად მონოპოლიზირებულია ეკონომიკის ყველა ძირითადი სფერო. კატასტროფულად გაიზარდა ფასები საკვებ პროდუქტებზე, პურზე, შაქარზე, ზეთზე, წიწიბურაზე, ხორცზე, ბოსტნეულზე და ხილზე, რომ არაფერი ვთქვათ ბენზინზე და დიზელზე, რომელზეც ფასები განუწყვეტლივ ვიზრდება მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოში პერიოდულად ნავთობის ფასები ეცემა ხოლმე. ჩვენა კიდევ ერთხელ ვამბობ, გჭირდება არა ნაყალბევი პათეტიკა, ჩვენა გჭირდება არა ის, რასაც ვისმენდით და სხვა შორის მთელი ამ ბოლო კვირის განმავლობაში და მოვისმინეთ დღესაც, არამედ ჩვენ გჭირდება საქმეზე, ცოდნაზე დაფუძნებული შენიშვნები. ამის მოლოდინით იყო აღსილი უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ საქართველოს ყველა მოქალაქე, როდესაც ეს დებატები იმართებოდა. ძალიან სამწუხარო იქნება თუ სხვა ოპოზიციონერი კოლეგები შეუერთდებიან აი ამ გამოსვლებს, რომელიც პირველ ორ გამოსვლას და თავის სიტყვებსაც ააგებენ მხოლოდ და მხოლოდ კონფრონტაციულობაზე. არც ერთი სახელმწიფო არ შეიქმნება, ეს ლაპარაკია კაპიტალისტურზე თუ სოციალისტურზე, თუ ამ სახელმწიფოში არის კორუფცია და ეს კორუფცია ჩვენთან არის ყველაზე მინიმალური. და ეს არის იმის გარანტია, რომ ეს სახელმწიფო განვითარდება. ეს სახელმწიფოს თანმიმდევრული მიდგომა იყო და ეს სტრუქტურები, რომელიც კორუფციას ებრძოდნენ, ერთ-ერთი წარმატებულია და რეფორმირებულია ამ თვალსაზრისით.